რობოტიზებული სისტემები და რობოტები ქვეითების ნაცვლად და უძლიერესი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ერთდროულად ათასობით დრონს მართავს. ტელეკომპანია CNN-მა გამოაქვეყნა Nick Payton Walsh-ის რეპორტაჟი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების შიგნიდან არის გადაღებული, სადაც ისინი რობოტებითა და დრონებით, მხოლოდ რობოტებით და მხოლოდ უპილოტო აპარატებით იბრძვიან. და ამ გამოშვებამ უკვე პანიკა გამოიწვია რუსეთში. სხვა სფეროში კიდევ ერთი ტექნოლოგიური გარღვევა ხდება. რეაქტიული ამაჩქარებლები გამოიყენება დრონების 120 მილისაათში სიჩქარეზე წამებში მისაყვანად. მათი ბაზაზე ერთი ეკრანი აჩვენებს მსოფლიო წესრიგს, რომელიც თავდაყირა დადგა. ამ გამოშვებაში ჩვენ სწორედ განვიხილავთ, თუ როგორ იყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალები ხელოვნურ ინტელექტსა და მოწინავე უპილოტო აპარატებს მასიური შეტევებისთვის რუსეთზე. ასევე იმას, თუ როგორ იყენებს უკრაინა ფრონტზე რობოტებს, როდესაც ქვეითები არ ყოფნის. მაგრამ ასევე განვიხილავთ დღის მეორე სიახლეს. ეს არის რუსების განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინამ უპილოტო აპარატები დაარტყა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. სადაც სხვათა შორის ამ გამოშვების ჩაწერის მომენტისთვის რუსები არ უშვებდნენ მაგათეს დამკვირვებლებს. ამ ფონზე რუსები ემუქრებიან ევროპას დართვებით, თუ დასავლეთი არ შეაჩერებს უკრაინაში დრონების განვითარებას, რომლებიც თითქოს და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაესხნენ თავს. ასე რომ ეს ორი სიახლე ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რუსები ხედავენ, როგორი წარმატებები აქვს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დრონების გამოყენებაში და ცდილობენ ამ წარმატების დისკრედიტაციას გამოგონილი თავდასხვებით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მე მქვია Алексей Пич. Მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, Давайте вместе обсудим эту тему, но прежде чем мы начнем, ვთხოვთ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. Puli აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. მაშ დავიწყებ სიახლით, რომელმაც დღეს უბრალოდ ააფეთქა მთელი ინტერნეტი. ტელეკომპანია CNN-მა აჩვენა, თუ როგორ მართავს უკრაინა დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ხელოვნური ინტელექტისა და ფალანთირის სისტემის დახმარებით. ეკრანებზე დრონების მარშრუტებია რეალურ დროში. სამიზნეების კოორდინატები და მონაცემები, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მუდმივად აანალიზებს. და რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტი ეხმარება სწორედ რუსეთის წინააღმდეგ შეტევაში, საჰაერო თავდაცვის სისტემაში სისუსტეების პისპოვნით. თავისი დიდი სიუჟეტი ფრონტზე, რობოტებზე და დრონებზე, რომლებიც რუსეთს ურტყამენ, ჟურნალისტი Nick Payton Walsh შემდეგი სიტყვებით იწყებს. ციტატა. 9 თვის წინ უკრაინა კოლაფსის ზღვარზე იყო. არ ყოფნიდა ხალხი, ფული და ქვეყანა იკარგებოდა. Walsh ოპოზიციაში იყო. დღეს სიტუაცია შეიცვალა. და ეს ახალი მობილიზაციის ტალღის გამო კი არა, არამედ ტექნოლოგიების წყალობით მოხდა. და აი Walsh იმყოფებოდა უკრაინულ დანაყოფებებში, რომლებიც იბრძვიან რობოტებითა და უპილოტო აპარატებით. ჟურნალისტი რამდენიმე ადგილას იმყოფებოდა. ფრონტის ხაზზე, სადაც ეგრიწობლებულ რობოტი ეტლები საბრძოლო მასალებს ეზიდებიან ჯარისკაცების ნაცვლად. და შორეული დარტყმების სარდლობის ცენტრში, სადაც აუდიუკისა და ბახმუტის ვეტერანები ეხლა გეიმერულ სკამებში სხედან. და ასეულობით კილომეტრის დაშორებით მიზნიდან დარტყმებს მართავენ. ისინი სწრაფად მოდიან, რომ შეიარაღდნენ როგორც 5 ნაჭერი პისტოლეტების და პისტოლეტები ნელა დაიძრნენ 7 ფერმერულ ბაღში. 10 საათიანი ფრონტზე მოგზაურობისთვის. სამუშაო, რომელიც შესაძლოა ათეულობით ადამიანს დასჭირდეს და უზარმაზარი რისკია. ფრონტის წინა ხაზის პოზიციების საბრძოლო მასალით მომარაგება ახლა ავტომატიზირებული იქნება. ამ ეტაპზე ალბათ. აქედან იწყებს მუშაობას დისტანციური მართვა. ეს უშუალოდ გადაუდებელი ტვირთია. ჯარები თვეების განმავლობაში ვერ იძროდნენ. ეს რაღაც ახალი და იშვიათია. ღამის შეტევა 3 რუსულ წინა ხაზის პოზიციაზე აღმოსავლეთში, რომელიც მთლიანად 6 დიდი შიდი შეტევითი რობოტის მიერ ხორციელდება. ყოველდღიური განსაცმელი აცვიათ, რომ ბუნკერში შემოსვლისას არ შეამჩნია. სკამების თამაში, ცაში დრონი, რომელიც ეხმარება მიწაზე მყოფ რობოტს გზის გაკვლევაში. სხვა სფეროში კიდევ ერთი ტექნოლოგიური ნახტომი მიმდინარეობს. რეაქტიული ამაჩქარებლები გამოიყენება დრონებისათვის, რათა ისინი წამებში მიაღწიონ 120 მილის საათში სიჩქარეს. მათი ბაზაზე ერთი ეკრანი გვიჩვენებს მსოფლიო წესრიგს, რომელიც თავდაყირა დადგა. უკრაინული დრონები ათეულობით დაფრინავენ რუსეთის ტერიტორიაზე. კოდი, კოორდინატები, სამიზნეები, ხელოვნური ინტელექტით მართვადი ეკრანზე ისე სწრაფად სიმციმებს, რომ თვალი ვეღარ ასწრებს საკითხოს. რუსეთი, რომელსაც ხშირად მესამე ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალად მიიჩნევენ, ლეპტოპების სერია მსხვერპლად აქცია.
ეს ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობაა და სწორედ ამიტომაა ასე რთული რუსეთისთვის ამ პროგრამის განადგურება. იმიტომ რომ ჩვენ გავიყავით, არ გვაქვს საერთო ცენტრები და ათეულობით ადგილს ვიყენებთ. ასევე ეს პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გვაძლევს ათასობით უპილოტო საფრენ აპარატთან ვიმუშაოთ. ლუთი დრონს შეუძლია უზარმაზარი ტვირთის გადატანა 1200 მილის მანძილზე. მე ამას ვეცქი წარმოვიდგენდი, მაგრამ ხვდები, რომ იმ დროს ესეთი საშუალებები რო ყოფილიყო, ჩემი მეტი თანამებრძოლი ცოცხალი დარჩებოდა. შემდეგ სიუჟეტში ნაჩვენებია და მოთხრობილია, თუ როგორ მუშაობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სარდლობის პუნქტში, უკვე ცნობილი სისტემა პრიზმა. ეს არის პროგრამული ინტერფეისი, რომელიც შეიქმნა ამერიკულ კომპანია პალანტირთან ერთად. ეკრანებზე დრონების მარშრუტებია რეალურ დროში, სამიზნეების კოორდინატები, მონაცემთა ნაკადები ათეულობით ან თუნდაც ასობით აპარატიდან ერთდროულად. ანუ ყველა დრონი, რომელიც ამჟამად მუშაობს, როგორც ფრონტზე, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის ან დაზვერვის დროს, აქვე გადასცემენ თავიანთ სიგნალებს ერთიან სისტემაში, რომელიც ქმნის ნამდვილ ეკოსისტემას, სადაც ფიქსირდება რუსეთის დაცვის ყველა შეცდომა. და სწორედ ხელოვნური ინტელექტი ეხმარება დრონს საბოლოოდ რუსულ ობიექტებზე შეტევაში ნებისმიერი დაცვის გვერდის ავლით. როგორც სამხედროები ამბობენ, ამ სისტემის ძირითადი პრინციპი ასეთია. ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს იმ წერტილებს, სადაც რუსეთის საერო თავდაცვის ტექნიკა ანადგურებს დრონებს და შემდეგ ახალ მარშრუტებს გაჩენილი ხვრელების გავლით ადგენს. ყოველი დარტყმის შემდეგ ალგორითმი სწავლობს და იწყებს რუსეთის საჰაერო თავდაცვის გადაადგილების ლოგიკის გაგებას, რის გამოც შემდეგი დრონის მარშრუტი უფრო ზუსტია ვიდრე წინა. და რაც თავარია, კომანდირმა, რომელსაც ვექტორი ქვია, თქვა, რომ ასეთი ცენტრები რამდენიმეა და ისინი მთელ ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული. შესაბამისად, ერთის განადგურება ვერ აჩერებს მთლიან სისტემას. გახსენებთ პრიზმის სისტემის შექმნას. მაისის დასაწყისში ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა. მას შემდეგ, რაც შეხვდა კომპანია პალანტივის ხელმძღვანელს ალექს კარპს, რომელიც მაშინ პირადად ჩამოვიდა კიევში. კარპის თქმით, პალანტირი ახლა უკრაინაში სამიზნეების უმეტესობის განსაზღვრაზეა პასუხისგებელი. ასე რომ ვლადიმირ პუტინს შეუძლია რამდენიც უნდა გადათავსოს თავისი საჰაერო თავდაცვის системები პირდაპირ საცხოვრებელი სახლების სახურავებზე. გახსენებთ, უკვე გამოჩნდა კადრები, სადაც ისინი ვერტმფრენიდან მარხვაც მინის შენობაზე ამონტაჟებენ დამცავ კედელს. Главное здание защиту. ეს შეუძლიათ რამდენიც უნდათ გააკეთონ. საქმე იმაშია, რომ უკრაინული უპილოტოები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მაინც იპოვიან გზას, როგორ აუარონ ამ დაცვას გვერდი. და როგორც აღმოჩნდა მაისის თავდასხმა მოსკოვზე, სწორედ იყო საჩვენებელი ეპიზოდი იმისა, თუ როგორ ეხმარება ხელოვნური ინტელექტი უპილოტოებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გვერდის ავლაში. თუმცა შეგახსენებთ, რომ სწორედ მოსკოვი ითვლება ყველაზე დაცულად რუსეთში. ამავდროულად CNN-მა აჩვენა სახმელეთო რობოტების დანაყოფები, 4 ბორბლიანი მანქანები, რომლებსაც უზარმაზარი ასაფეთქებელი აქვთ და შესაბამისად მიდიან შეტევაზე და რუსები უკვე მათ ჩუმ სიკვდილს ეძახიან. საქმე იმაშია, რომ ამ მანქანის ხმა მხოლოდ მაშინ ისმის, როცა ის უკვე 10 მეტრშია შენგან. იანვრიდან მხოლოდ ერთმა ასეთმა დანაყოფმა ჩაატარა 22,000 საბრძოლო ოპერაცია. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აპრილში უკრაინულმა ძალებმა პირველად აილეს რუსული პოზიცია მხოლოდ რობოტების დახმარებით, არც ერთი ქვეითის გარეშე. სტრატეგიის არსი ასეთია. ბრიგადები ახლა რამდენიმე კილომეტრიან ფრონტის მონაკვეთს იცავენ 1-2 პოზიციის ძალებით. იქ, სადაც ადრე თითო კილომეტრზე 2 ბატალიონი იყო საჭირო. და ეხლა რუსები ცდილობენ უკრაინის ასეთი ტექნოლოგიური გარღვევების დისკრედიტაციას. კერძოდ აჩვენებენ, თითქოს ასეთი სისტემები შეიძლება ბირთვულ ობიექტებზეც კი მიაყენონ დარტყმები. კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქოს 30 და 31 მაისს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმები მიაყენეს. ოკუპაციური ხელმძღვანელობის ინფორმაციით 31 მაისს დღისით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სატრანსპორტო საამქრო ცეცხლის ქვეშ მოექცა, განადგურდა 6 ავტობუსი და 2 გაზელი. პერსონალს შორის დაშავებულები არ არიან. დღით ადრე 30 მაისს როსატომის გენერალურმა დირექტორმა ალექსეი ლიხაჩოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა საბრძოლო უპილოტო აპარატმა დაარტყა დასავლეთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მე-6 ენერგობლოკიკის მანქანური დარბაზის შენობას. Запорожской электростанции. მისი თქმით, კედელში გაჩნდა ხვრელი, დაიმახსოვრეთ ეს მომენტი. ხოლო თვითონ უპილოტო აპარატი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით იმართებოდა, რაც, როგორც ის მიიჩნევს, გამორიცხავს შემთხვევით მოხვედრას. ლიხაჩოვის განცხადებით, ეს იყო პირველი მიზანმიმართული თავდასხმა ატომური ელექტროსადგურის ძირითად აღჭურვილობაზე, გამჭოლი აფეთქებით და მანქანური დარბაზის შენობის დაზიანებით.
აქ მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ ლიხაჩოვის ეს ისტერიკა იმის შესახებ, რომ თითქოს იქ კედელში რაღაც ხრელი გაჩნდა, რადგან ცოტა მოგვიანებით სწორედ ამ ხრელს გაჩვენებთ. უკრაინა კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას. უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალებმა ადრე განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იცავენ ჟენევის კონვენციას და არ აყენებენ დარტყმებს ატომურ ელექტროსადგურზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირდაპირ განაცხადა, ციტატა: გაუგებარია რა მიზნით დაარტყმდა უკრაინა საკუთარ ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც მისივე ტერიტორიაზე მდებარეობს და რომლის დაბრუნებასაც თავადვე ცდილობს სუვერენული კონტროლის ქვეშ. ეს რუსეთის კიდევ ერთი მცდელობაა უკრაინის დისკრედიტაციისა და საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების დაფარვის მიზნით. მაგრამ აქ არის რაღაც, რასაც ბევრი ვერ ამჩნევს, რადგან მოვლენების რეტროსპექტივას არ აანალიზებენ. აქ ჩნდება კითხვა: რატომ გადაწყვიტეს რუსებმა სწორედ ეხლა გააჩაღონ ისტორია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმასთან დაკავშირებით? ყველაფერი სინამდვილეში ძალიან მარტივია. ივნისში ტრადიციულად იმართება მაგატეს მმართველი საბჭოს სხდომა, სადაც განიხილება 2025 წლის ყოველწლიური ანგარიში. რუსეთისთვის ეს დოკუმენტები სერიოზული პრობლემაა. საქმე იმაშია, რომ მაგატე უკვე მეოთხე წელია ზედიზედ არ აღიარებს რუსეთის არც ერთ პრეტენზიას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და კვლავ მიიჩნევს სადგურს უკრაინულ ობიექტად, რომელიც უკანონო ოკუპაციის ქვეშაა. და აი ყოველ წელს მაგატეს მმართველთა საბჭოს თითოეული სხდომის წინ რუსეთი იწყებს ახალ საინფორმაციო манипуляციების ტალღას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო. ეს იყო გასულ წელს, იმის წინა წელს და 2022 წელსაც. მუდმივად ივნისის წინ ისინი იწყებენ გავრცელებას. თითქოს უკრაინამ განახორციელა შეტევა, დაბომბა და ასე შემდეგ. ანუ დეტალები და ფორმულირებები იცვლება, მაგრამ მიზანი უცვლელია. მიზანი კი მარტივია: ყურადღების გადატანა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანონო ოკუპაციიდან და აიძუონ მთელი მაგატეს საბჭო ისაუბროს და განიხილოს ეს შეტევა და არა სადგურის ოკუპაცია. ეხლა კი ყველაზე საინტერესო. მაგატეს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ რუსებმა უთხრეს თითქოს რეაქტორის შენობის კედელში ნახრეთი გაჩნდა. მაგრამ როდესაც მაგატეს მისია დაზიანებულ ობიექტზე დაშვებას ითხოვდა, რუსები დაიწყეს თავის არიდება და დიდი ხნის განმავლობაში დაშვებას არ აძლევდნენ. როგორც ჩანს, თუ მართლაც მოხდა საშიში თავდასხმა, მაშინ ეგრევე აჩვენეთ ეს მაგატეს. მიეცით საშუალება დააფიქსირონ და მთელი მსოფლიო გაიგებს ამის შესახებ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, თუ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეაქტორი გახვრიტეს, ვაუ, მთელი მსოფლიო შოკში იქნება ამისგან. მაგრამ არა, ისინი ინსპექტორებს არ უშვებდნენ. საბოლოოდ ინსპექტორები მაინც შეუშვეს და აი რა აჩვენეს მათ. ამ ფოტოზე სწორედ ის გარღვევა, რომელიც დრონის დარტყმისგან ტურბინის დარბაზის კედელში გაჩნდა. და მეტი დეტალი აღარ არის, სულ ესაა. სასაცილოა, რომ ფოტოზე, როგორც თავად ხედავთ, კედლის გარღვევა არ ჩანს. ჩანს მხოლოდ შავი ლაქა. და იმ ადგილთან, სადაც თითქოს დარტყმა მოხდა, ყურადღება მიაქციეთ. ფანჯრებიც კი მთელი დარჩა. მინა იქ უცვლელია. აი ეს არის მთელი მასშტაბი ამ თითქოს და თავდასხმისა. სამაგიეროდ ამ მოვლენამ მისცა მიზეზი რუსეთის მთავარ ალკაშს დიმკა მედვედევს გაეხსნა თავისი ბინძური პირი და კიდევ ერთხელ ამოანთხია მუხარები ნატოს მისამართით. რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმკა მედვედევმა ნატოს ქვეყნებში ატომურ ელექტროსადგურებზე დარტყმით დაიმუქრა. შემდეგ მისი ციტატა: ეს არაფრით სჯობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას და ასეთ ქმედებაზე პასუხი შეიძლება იყოს სიმეტრიული დარტყმა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე, ასევე ნატოს იმ ქვეყნების ატომურ ელექტროსადგურებზე, რომლებიც ჩართულნი არიან კონფლიქტში. საერთოდ აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, როგორ გააკეთოთ ეს, ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მადლობელი ვიქნები. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.